არსებობს თუ არა საკითხები, რომლებშიც თქვენ ასე მაგალითად, ან მე მაგალითად ვეთანხმებით შლეგ დედა საიმასქნებელ ლიდერს რუსეთის ფედერაციისა პრეზიდენტ პუტინს. გაგიკვირდებათ და მე ამ კითხვას დადებითად გავცემ პასუხს. მაგალითად თუ პრეზიდენტი პუტინი ეს არაერთხელ სხვა დროსაც მithქვავს და ახლა გავიბეორებ უბრალოდ. იტყვის, რომ დედამიწა არის მრგვალი, ჩვენ მოგვიწევს მასთან დათანხმება. ჩვენს გგონია კი არა, ვიცით ასე და ასეც არის, რომ დედამიწა არის მრგვალი. კიდევ არის ალბათ 5, 7, 10 საკითხი, არც ერთი არ არის პოლიტიკური შინაარსისა, ფართო გაგებით პოლიტიკური შინაარსისა, რომელშიც ჩვენ ვეთანხმებით რუსეთის ლიდერს პუტლერს, რომელიც კაცობრიობისათვის ალბათ ყველაზე დიდი მტერია განვითარებისათვის და დღევანდელი კაცობრიობისათვის დღეის მდგომარეობით. ის პუტლერია, მეთქი აკი თქვი და სხვებიც მას სწორედ ასე მოიხსენიებენ, რომ არ იყოს პუტინი, ბევრად უკეთესი იქნებოდა სამყარო. ბიზინა ივანიშვილი უნდა შევაქო. ბიზინა ივანიშვილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი სახელმწიფოს მტერია, გაუკვირდება მას ახლა ჩემგან განსაკუთრებით ან მის მომხრეებს გაუკვირდებათ და უფრო მეტ საკითხში ვეთანხმები. თუ პუტინთან იმართებით არის 10 მაქსიმუმ ისიც საკითხი, თემა, სფერო, რომელშიც ჩვენ, მე ან ჩვენ და მას ამ შლეგ ლიდერს გვაქვს საერთო მიდგომები, საერთო შეხედულებები. ბიზინა ივანიშვილთან გვაქვს 40-41 ამგვარი საერთო საკითხი. არც ერთი მათგანი რასაკვირველი არ არის ვიწრო ან ფართო გაგებით პოლიტიკური შინაარსისა. მაგრამ თუ ბიზინა ივანიშვილი იტყვის, რომ ადრეს მithქვავს, კვლავ ვიმეორებ, რომ ჯომოლუნგმა ევერესტი არის ამ პლანეტის, რომელიც მრგვალია, უმაღლესი მწვერვალი და თუ დაამატებს, რომ ზღვის დონიდან 8848 მეტრია, დავეთანხმებით ბიზინა ივანიშვილს. დავეთანხმებით რა, ჩვენც ასე ვფიქრობთ. ვფიქრობთ არასწორი სიტყვა, ასე ვიცით და ასეც არის. მართალი ხართ, ბატონო ბიზინა, 8848 არის ევერესტი ჯომოლუნგმაო. შევაგებლებთ პასუხს ოლიგარქ კაცს და შეიძლება გაიბადროს კიდეც სიხარულისაგან. ხო ხედავთ, საერთო გქონიაო, შეიძლება ასეც თქვა, ამოივსო ჩვენ შორის უფსკრულიო, თუმცა რასაკვირველია ის არა თუ უფსკრულის ამოვსებას, არამედ უფსკრულის გაღრმავებას ცდილობს საზოგადოებებს შორის. ის უპირისპირდება უმნიშვნელოვანეს, რაოდენობრივადაც მათ შორის ნაწილს ქართული საზოგადოებისა, ის ქართულ სახელმწიფოს უპირისპირდება. ყველაზე ცუდი მმართველია და არა მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოსი, ანუ 90-იანი წლების დასაწყისიდან შექმნილი საქართველოსი, არამედ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეთქი, ასეც ვიტყვი, მაგრამ ეს რბილად დათქვამი იქნება. ალბათ ისტორიკოსებმა თქვა თავის სიტყვა, როდესაც ჩაესვენება მზე ივანიშვილისა, როცა გამოხდება ხანი, იმ ისტორიკოსებმა თქვან, შეაფასონ და შეადარონ, თუ გნებავთ ვიტყვი, ასე ვიტყვი, ყველაზე ცუდ მმართველებს და არ ამგონია, რომ ობიექტური ისტორიკოსი ცუდთა შორის ცუდად არ მოიხსენიებს მას სამომავლოდ. მაგრამ კვლავ ვიმეორებ, ბიზინა ივანიშვილსაც კი არაპოლიტიკურ საკითხებში 40, 41, 50 საკითხი იქნება, რაშიც იზოლებული ხარ დაეთანხმო კი არა, შენც ასე იცი. მაგალითად, თუ იტყვის ივანიშვილი ბატონი, რომ კახი კავსაძე იყო დიდი მსახიობიო, საყოველთაოდ თანხმობა, კონსენსუსი ალბათ არსებობს ამასთან დაკავშირებით. თუ იტყვის, რომ პიკასო ხო აქვს მას დორა მარიკატით, პიკასო დიდი მხატვარი იყო, ამასთან დაკავშირებითაც ალბათ თანხმდებით. ალბათ ისიც შეიძლება 1-2 ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით ან საქართველოში სულაც არ მიიჩნევს პიკასოს უდიდეს მხატვრად. მე მივაჩნია, რომ უდიდესი მხატვარია, რასაკვირველია. და ასე შემდეგ. მე მიფიქრია თემაზე ვეთანხმები თუ არა, დავთანხმები ვარ თუ არა, ოდესმე ბიზინა ივანიშვილზე ხშირად რომ დავთანხმები ვარ იმ პოლიტიკურ ლიდერებს ან პოლიტიკურ პარტიას. მე მიფიქრია თემაზე ასე მაგალითად რა გვაქვს საერთო მე და პატრიოტთა ალიანსს, ჩვენ და პატრიოტთა ალიანსს, ეს პოლიტიკური ძალა, მინდა შეგახსენოთ, რომ ცუდეს როლს თამაშობდა 2012 წელს არჩევნებში და იმ პროცესში. ბედუკაძის ავტორი, ციხის კადრების თანაავტორი
პოლიტიკური ძალაა და პოლიტიკური ძალის ლიდერები არიან ორი მახსენდება ირმაინაშვილი და დავით თალხანმოურავი. დავით თალხანმოურავი და სხვაებიც არიან გადა არა, მაგრამ ეს ორი კი აღსაგურთებით ხშირად გაგახსენდება კაცს. სხვა შორის ირმაინაშვილზე მე არასოდეს მძიმე კომენტარი არ კრიტიკული კომენტარი არ გამიკეთებია, კრიტიკული სიტყვა არ მithქვას. ჩემი მინუსია შესაძლოა ბევრი მიიჩნევს რომ პლუსიც. გეტყვით, გაგიმხელთ, გულახდილობა აუცილებელია. ორი რამ აკავშირებს ემოციურად, პოზიტიურად მე ირმაინაშვილთან, ხო, არაფერში არ მეთანხმები. აი, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ირმა. მაგრამ მე როცა იმასე მინდოდა ორი სიტყვის თქვა, ან მასზე მიფიქრია მის რომელიმე სიტყვაზე, მის რომელიმე პოზიციაზე და მომდომებია სიტყვის თქვა, მძიმე სიტყვის თქვა, გულახდილად გეტყვით, რაღაცა ჩემი კარგი კონოტაციით, უგნება ვწოდი კონოტაციით, კომპლექსებისა და გაბო, შემოჭილობისა და გაბო გამხსენებია ორი ამბავი. ეს ორი ამბავი მბოჭავდა და მბოჭავს. პირველი ეს არის ირმაშვილის ჭუბერის გზა. ის იყო პრაქტიკულად ერთადერთი თვალ არ ყოფილა, მაგრამ ერთ-ერთი იმ ჟურნალისტებს შორის, ვინც ჭუბერის გზა გამოიარა 90-იან წლებში, დაახლოებით ერთი ასაკისა ვართ მე და ირმა და იმ ხანად ახალგაზრდამ და ახალგაზრდა ჟურნალისტმა გამოიარა ეს აფხაზის ოლქიდან სვანეთის გავლით ჭუბერის გზა და ჩამოვიდა დანარჩენ საქართველოში და კადრებიც გადაიღო და ასე შემდეგ. ვერ დაუკარგავ, აი რა ვქნა. ვერ დაუკარგავ ირმაინაშვილს. ამ ამბავს მე. და როცა რამის თქმა მინდა ხოლმე მომდომებია უფრო ზუსტი რომ იყო ირმაინაშვილზე აი სულ რაღაცა ბარიერი გამჩენია. ეს ის გოგო არ არის რომელმაც ჭუბერის გზა გამოიარა, მეთქი ვეუბნებოდი საკუთარ თავს. მეორე ამბავი არის მისი ძმა, რაც გარდაცვლილი კოტე ირმაინაშვილი, რომელსაც მე ვიცნობდი ერთი ხანობა 90-იანებში, მაშინ ისიც სტუდენტი იყო და მეც ერთად ვსწავლობდით. საერთო მეგობრები გვყავდა და არ მინდა ვთქვა რომ ყოველდღიურად მეთქი, მაგრამ აი ესეთი კვირაში ერთხელ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში კარგი სალამი ჰქონდა. და აღარ არის ეს კაცი ცოცხალი და რატომღაც ამ ირმაინაშვილზე ცუდი გაგებით არ ვამბობ ამ სიტყვას, ვერ ვსეირნობ ხოლმე როგორც კოტე ინაშვილის დაზე. მაგრამ ეს ჩემი ან პლუსია, ან მინუსი, ბევრი დამძრახავს, ბევრი იტყვის რომ მერერა რომ ძმას იცნობდიო, მერერა რომ ჭუბერი გამოიარაო, თუ ის ღირსიაო და ეს ბევრი მთქმელი ამისა, საყვედურის თქმელი ამგვარი, საყვედურის თქმელი მართალიც იქნება, მაგრამ ბევრმა შეიძლება, ან ზოგმა შეიძლება შემაქოს კიდეც და მითხრას რომ ყოჩაღ ირაკლი არ ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს. არასოდეს დავთანხმები ვარ დავით თალხანმოურავს, თუმცა მასეც რამდენადაც მახსენდება არანაირი მძიმე სიტყვა არ მithქვამს, ერთხელ თუ ორჯერ ვიცინე გულახდილად გეტყვით მის საჯარო გამოსვლაზე. ერთ-ერთი ისეთ გამოსვლაზე ვიცინე, ერთ-ერთი იმ გამოსვლაზე ვიცინე, გახსოვებათ, როდესაც ბატონმა თალხანმოურავმა დაიწყო თლად ადამიდან არა, მაგრამ მეგონი კაენიდან ნამდვილად დაიწყო. და კიდე ვინ არა ვისი არ ილაპარაკა, ნოეზეც ილაპარაკა, მერე აბრაამზეც ილაპარაკა და ასე შემდეგ ჩამოვიდა, რა ვიცი, მე-12-მე-13 საუკუნემდე და ყველას ნათესავად წარმოუდგა. არა მხოლოდ ბიბლიური პერსონაჟებისა, არამედ მაგალითად თქვა რომ მე თუ არ ვცდები მუჰამედის შთამომავალიც ავარო. და კიდევ არ ვიცი, ვის არ გადაწყვდა და ვისი არ ილაპარაკა, მოკლედ ყველას ნათესავი აღმოჩნდა ეს შენი დავით თალხანმოურავი. ვეთანხმები თუ არა, დავთანხმები ვარ თუ არა, დავით თალხანმოურავსა და ირმაინაშვილს, გაგიმხელთ რომ არასოდეს დავთანხმები ვარ ფართო პოლიტიკურ საკითხებზე, რა საკვირველია. იმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საქართველოს ამოგდებაში 2012 წელს. აი პირველად ვამბობ ამას. ბედუკაძის თანაშემქმნელი პოლიტიკური ძალაა, რომელიცაც უნდა საქართველოს რომ იყოს უნდა და მომავალშიც მოუნდება საქართველოს იყოს რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობაში, ერთმორწმუნე პრავოსლავნი რუსეთთან. აქედან გამომდინარე, თუ რამე უნდა ვთქვა, მაინც და მაინც ან ერთზე ან მეორეზე მთლიანად პოლიტიკურ ძალაზე, ასევე იმ ტელემედია საშუალებაზე, რომელსაც ისინი აკონტროლებენ და მათია, მხოლოდ მძიმე სიტყვები შემიძლია ვთქვა. მოგეწონება ხანდახან კორკოტა ხომ არ არის იქ რაღაცა კარგად შეუკურთხავს ხოლმე კორკოტა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ხა მოგეწონება თუ არა კორკოტა საბოლოო ჯამში. კარგი შეკურთხვა რო იყოს პოლიტიკა,
კორკოტა და გივია სიხარულიძე უნდა გააჯიბრო ერთმანეთს და გამარჯვებული კორკოტა იქნება ყველა თვალსაზრისით ჩემი აზრით. მოკლედ არასოდეს დავთანხმები ვარ მეთქი მათ, მაგრამ თუ ფართოდ ილაპარაკებენ და ისინი და იტყვის რომ ივანიშვილი ხო პიკასოზე ილაპარაკებს და თუ თარხან მოურავი იტყვის რომ ფიროსმანი დიდი ვან გოგი დიდი მხატვარია, უნებრივია დაეთანხმები. ეს არის ის საკითხი, რომელშიც მას ნეირმა ინაშვილს ბუნებრივია უნდა დაეთანხმო, აბა რა უნდა ქნა. მაგრამ აი ბოლო 2 დღის წინ კი არა, ზუსტად 2 დღის თუ 1 დღის წინ შემომხვდა ვიდეო თარხან მოურავისა და ვუსმენდი ამ კაცს და ვფიქრობდი, რომ ნეტავი პროდასავლელები ასე ნათლად და ასე მკაფიოდ ლაპარაკობდნენ მეთქი. მე პროდასავლელები რომც მე ვეთანხმები. ყველაფერს შეან ბევრ რამეს. თარხან მოურავი საუბრობს ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. მე მოგასმენებთ ამ ვიდეოსგან არა. ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ბიზინა ივანიშვილის მიერ. ეს არის 2 წუთი ნახევრიანი ვიდეო, 2 წუთი ნახევარს მოусმინოთ, ალაგ-ალაგ გავჩერდეთ, განსაკუთრებით 1 თუ 2 ძალიან საინტერესო პასაჟზე. რომელიც მნიშვნელოვანი პასაჟია და ასე ამ კუთხით არავის არ დაუნახავს საკითხი. მე გავბედავ და საკუთარ თავზე ვიტყვი რომ ვცადე, მაგრამ ბატონი თარხან მოურავი გაცილებით უკეთ აყალიბებს, ვიდრე მე ჩამოვაყალიბე ამ 15 ბლოგის წინ, ამ რაღაც 4 დღის წინ. ეს საკითხი, ეს თემა გავშალე. ამას ქვია, მეც ვიტყვი, მაგრამ ამას ქვია აღქმის საკითხი. ასე უნდა დავარქვა თქვენის დებართვით. თარხან მოურავს მოусმინოთ და კვლავ ვიმეორებ, ალაგ-ალაგ გავჩერდეთ ძირითად პასაჟებზე. ის ლიდერი, რომელიც ასევე 30-40 წლის განმავლობაში მხოლოდ 3 ადამიანი დედამიწაზე იყო დადანაშაულებული ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში. ეს იყო სადამ ხუსეინი, ეს იყო მუამარ კადაფი და ეს იყო ბაშარ ალ-ასადი. მუამარ კადაფი, არა, მუამარ კადაფი, ბაშარ ალ-ასადი, არა, ბაშარ ალ-ასადი, ეს რაღაცა პრონანსში მას როგორც ეს უმნიშვნელო საკითხია, მაგრამ პრონანსში მას რაღაც პრობლემები აქვს, კარგად სწორად ვერ წარმოთქვამს. ცალკეულ ქართულ სიტყვებს ხანდახან რბილს ურევს ხოლმე სპეციალურად თითქოს მიახკის ნაკს რუსულს ჩაურევს ხოლმე სადამ ხუსეინი არა სადამ ჰუსეინი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. სწორს ამბობს ბატონი თარხან მოურავი, ბოლო 40 წლის განმავლობაში სწორედ ხსენებული 3 პირი იყო დადანაშაულებული ქიმიური იარაღის გამოყენებაში. სადამ ხუსეინი გახდათ ერაყის ხელმწიფე, ასე ვთქვათ. ხელმწიფე არა, მაგრამ დააპარტიმრეს და ჩამოახჩეს და განაჩენის მთავარი შემადგენელი სწორედ ეს იყო. დანაშაული კაცობრიობის წინაშე ქიმიური ნივთიერებების გამოყენება. მუამარ კადაფი, ლიბიის ლიდერი, რომელიც ასევე აჯანყებულებმა შეიპყრეს. ამასთან მუამარ კადაფი არ იყო ოფიცის ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა ეთქვა ალბათ. ცხადია იცის, ეჭვი არ მეპარება. ის არ იყო ესე ოფიციალური ლიდერი. ის იყო ერთგვარად ბიზინა ივანიშვილის მსგავსი, ჩრდილში მყოფი ლიდერი. ჩრდილში კი არა მთლად გაოფიციალურებული ლიდერი, ეს რომ ვთქვათ, მაგრამ გავაგრძელოთ. მოკლეს, იქაც დადანაშაულება ეს იყო. ბაშარ ალ-ასადი, სირიის ხელმწიფე, რომელიც ასევე დაადანაშაულეს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში და მან მოახერხა გაქცევა და იმალება დღეს რუსეთში და როდესაც დასავლეთი ვიღაცას ადანაშაულებს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებაში, ეს არის კაცობრიობის წინაშე დანაშაული. დიახ, ბატონი თარხან მოურავი, ბევრმა თქვით ეს საკვირველია, მაგრამ ბატონი თარხან მოურავიც მართალია. ეს არ არის მხოლოდ ეროვნულ დონეზე ჩადენილი დანაშაული, ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და ძალიან კარგია, სწორია, მისასალმებელია, რომ ამგვარი ოპოზიციის თუ ოპოზიციად წოდებული ჯგუფების მხრიდანაც სწორი აქცენტები კეთდება. ანუ ისეთი აქცენტები, რომლებიც ერთის მხრივ სწორია და მეორეს მხრივ კეთდება ქართული რუსული ოცნების დასავლელი მოწინააღმდეგე, პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან, ამაში კი ვეთანხმებით. მართლა მე 80 საკითხია, რაშიც დაეთანხმები და პირველი პოლიტიკური საკითხია, რაშიც დაეთანხმები ირმა ინაშვილსა და დავით თარხან მოურავს. ამაზე დიდი დანაშაული არ არის და სწორია. ყოველთვის თავდება
სიკვდილით, უვადო პატიმრობით და როდესაც დასავლეთი ვიღაცას ასეთ ბრალდებას უხენებს, ეს არის უკვე ღია ომის გამოცხადება. აი ესეც სწორია. დასავლეთი, როდესაც ასეთ ღია ბრალდებას უყენებს, ეს არის ღია ომის გამოცხადებაო. ეხლა ბევრი იტყვის, რომ დასავლეთს კი არ უთქვამს ესო, BBC-მ თქვაო. სწორედ BBC-ს თვის ჩივილს რო აპირებს იცით თქვენ საქართველოს de facto ხელისუფლება, ობახიძე ამასთან დაკავშირებით პრაქტიკულად ყოველდღე აკეთებს კომენტარს, უჩივლონ მეთქი, ასე მოუწოდებ ბანდიტებს, ეს ერთი, მაგრამ აქ საოცარი კომენტარი გააკეთა ბანდიტმა ობახიძემ, ბრიტანეთმა უნდა მოიხატოს ბოდიშიო, მას წარმოდგენა აქვს მართლა ასეთი, რომ ბრიტანეთი მეფე ჩარლზი, ასე უტრირებულად ვიტყვი, აკონტროლებს საზოგადოებრივ მაუწყებელს ბრიტანეთისა, ამ ობახიძე ბანდიტს BBC ჰგონია, ვასიკო ბაღლაფერიძის კანტორა, რომელსაც ბიძი და ივანიშვილი და თავად აკონტროლებენ ვასიკოსაც და საზოგადოებრივ მაუწყებელსაც. ომისა, რომელსაც აღარა კომპრომისების არანაირი კომპრომისი აღარა. შემდეგ ყოველთვის როცა ასეთი დადანაშაულება ხდება, ყოველთვის არის 200 ორგანიზაცია, რომელიც ამტკიცებს. უტრირებს ბატონი თარხანმოურავი 200 მთლად არ არის, რომელიც ამტკიცებს და ამტკიცებს ბჭყალებში იტყვის, რომ ქიმიური იარაღი არ არის გამოყენებული და 200 არ არის, რომელიც იტყვის პირიქით, რომ გამოყენებული. არა, მთლად 200 არა, მაგრამ მართლაც ათეულობით ორგანიზაცია არის მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ამბობდნენ, რომ არა, იცით, ბაშარ ალ-ასადს არ გამოუყენებია ქიმიური იარაღი 2011-ში, 13-ში, 14-ში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საერთაშორისო მასშტაბის, ასე ვიტყვი, საერთაშორისო დონის, ევროპული მათ შორის ორგანიზაციების იყვნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ მეტი მტკიცებულება გვინდა და ბაშარ ალ-ასადის ასე ხელაღებით დადანაშაულება ქიმიური იარაღის გამოყენებაში, რომელსაც იქ საოცარი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა, ბარემ ვიტყვი, ხო? არ შეიძლება. სხვაშორის ეს მსხვერპლის საკითხი არის ერთი, თუ მოვასწრებით ამაზე გავაბახვილოთ ყურადღება, ერთი მნიშვნელოვანი ბჭყალებში გამამართლებელი ქართული რუსული ოცნებისა და მოვასწრებთ ამ პასაჟზე ყურადღების გამახვილებასაც, როცა მოვწურათ ბატონი თარხანმოურავის კომენტარის ხილვამოსმენას და 200 ორგანიზაცია არ ვიცი, მაგრამ ათეულობით ორგანიზაციაა, რომლებიც იცავენ და რომლებიც პირიქით არ იცავენ იმ შემთხვევაში თქვათ ბაშარ ალ-ასადს. მაგრამ და აი აქ ამბობს დავით თარხანმოურავი, ჩემი აზრით ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ასპექტია ამ სამწუთიანი, არასრული სამწუთიანი ვიდეო მიმართვისა თუ კომენტარისა, რომელზეც ყურადღება ბევრს, ნაკი გითხარით, არ გაუმახვილებია და ეს მნიშვნელოვანი ასპექტია. მეორე ნივთიერებები და 200 ორგანიზაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ არ იყო გამოყენებული. და სინამდვილეში რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, აღარა აქვს მნიშვნელობა, იყო გამოყენებული თუ არ იყო გამოყენებული. აქ თავარი სხვა რამეა, რომ ბრალდება წაყენებულია, ეს არის ღია ომის გამოცხადება და დიახ, ბრალდება წაყენებულია, დავუბრუნდები ამ თემას. არავის ეგონოს, რომ BBC-ს წაყენებულია. ეს ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ BBC, მაგრამ მაგის პასუხი არა, მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა, ხო? კამითთან დაკავშირებით და ზოგადად ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. მასში ამ BBC-ს ფილმში არის რამდენიმე რესპონდენტი ღია წყარო, ანუ ვინც ამ ვარაუდს გამოთქვამს და BBC-ს ბუნებრივი აქვს დოკუმენტები, რომლებიც მართლა სასამართლო დავის შემთხვევაში იქნება ამოწეული. და უხეშად ასე წარმოიდგინეთ, თუ ლონდონში ჩავა მომჩივანი მხარე, ვინც წარმოადგენს საქართველოს, არ ვიცი, აბათი იურისტი, უშუალოდ ირაკლი კობახიძე, თავადი იურისტი, კობახიძე და პაპუაშვილი და მდინარაძე ერთად და ასე შემდეგ, მოკლედ ამათი წარმომადგენლები ვუტრირებ, ხა კობახიძე ხო არ ჩავა მართლა, მაგრამ ეს საქმე თუ ჩავა განიხილება ამ de facto ხელისუფლების წარმომადგენელთა თანადასწრებით, BBC ბუნებრივია ააფარებს ვუტრირებ, მაგრამ ცხვირში ყველაფერს, მაგრამ აქ კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ამბობს ბატონი თარხანმოურავი, რომელსაც აკითხავთ, რომ პირველია ამბავია მთელი ამ 35-37 წლიანი ეპოპეის თავგადასავლის მანძილზე განმავლობაში, რაც ჩვენ ერთად ყველანი ჩვენი სახელმწიფო თავგადასავალშია დღიდან დამოუკიდებლობის აღდგენისა, პირველად მეთანხმები მერქი აკითხავთ, რომ მნიშვნელობა არა აქვს. რაღაი დადანაშაულებული ხარ, სოფლიოში უკვე არის აღქმა შენთან მიმართებაში. ასადი განა 100%-ით იტყვის ვინმე, რომ ასადმა გამოიყენა ქიმიური იარაღი. როგორ გონიათ, არ არიან ადამიანები დღესაც კი მსოფლიოში, რომლებიც გადაეფარებიან ასადს და იტყვიან, რომ არა,
მათ შორის სირიაში. არა ასადს არ გამოუყენებია, არა კადაფს არ გამოუყენებია, არა ჰუსეინს არ გამოუყენებია ქიმიური იარაღიო. ბევრი იტყვის ამას დღესაც ერაყში, ლიბიასა თუ სირიაში თუ ევროპაშიც და შეერთებულ შტატებშიც, მაგრამ მსოფლიოს შეთანხმდა კონსენსუსი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაი, ნახეთ როგორ მიტყვი, თუნდაც 1%-იანი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენა ასადმა, ასე გეტყვით, შესაბამისად მან ის ქიმიური იარაღი მაღალი ალბათობით გამოიყენა. ერთი ხო 99-ზე ბევრად 99 ჯერ ნაკლებია 1% 99%-ზე. ოღონდ იქ თლად ესე რომ 1.99-ზეც არ არის, იქ პირიქით არის 99% გამოიყენა, ანუ მტკიცების მაღალი ალბათობით გამოიყენა და პრაქტიკულად დადასტურებულია და აქაც ვიკითხოთ ასე დადასტურებულია კი რომ ივანიშვილმა გამოიყენა ქიმიური იარაღი. მე გეტყვით რომ იმის გამო რომ ესენი მალავენ ინფორმაციას, დღემდე მალავენ. იმის გამო რომ ამახვილებენ ყურადღებას მხოლოდ იმაზე რომ კამიტი არ გამოუყენებიათ, არავით არ შემთხვევაში არ გამოუყენებიაო, თუმცა მხოლოდ 4-ზე ლაპარაკობენ, მხოლოდ 4-5 დეკემბრის ღამეზე ლაპარაკობენ, არ ლაპარაკობენ 28-ზე, 29-ზე. რატომ არ ლაპარაკობენ 4-ზე? და ეს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ამათმა გამოიყენეს კამიტი ან სხვა ქიმიური იარაღი ქართველი ხალხის, საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ, ამზაფრებს და აღქმას, როგორც ასეც რომ ნამდვილად გამოიყენებულია ქიმიური იარაღი, ამზაფრებს და ახლაც იმ პროცენტული მიმართებით არა, როგორც ასადთან მიმართებაში მოხდა 99 და 99 მე ასეთი მიმოხილველებისა გასაკვირველია ასადს ადანაშაულებს სამართლიანად და ფაქტებიც არსებობს, რომ მან გამოიყენა ქიმიური იარაღი, მაგრამ ახლაც უკვე სასწორის სპინა ბიზინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ არის გადახრილი და ყველა არ ვიცი, მაგრამ ყოველი 100 კაციდან 80 კაცი თანხმდება, რომ ბიზინა ივანიშვილის ეს თავის მართლება არა დამაჯერებელი ამასთან არ არის საპირწონე არგუმენტი, მან მართლაც გაგიკვირდებათ და სამწუხაროა, მაგრამ სამწუხაროა რაიც, რამდენი რამე სჭირდება ბიზინას ჩვენს დროში მაინც და მას სჭირდება პირველ რიგში ჭკუა და გამჭრიახობა და არ აქვს არც ჭკუა და არც გამჭრიახობა და არც ნიჭი ძამიკო ნიჭი არ აქვს. მოკლედ ეხლა ბურმან ლებანიძეზე რომ არ გადავერთოთ, უსმინოთ სწორედაც რომ დავით თანხან მოურავის ბოლო აკორდებია, ბოლო პასაჟები. დავლეთი უბნება იმ ადამიანებს, დამთავრდა შენთან აღარაფერი მოლაპარაკეები, ღია ომია, შენ დაგიჭერ, დაგაპატიმრებ, დაგხვიდავ. დამთავრდა. დიახ და დროის საქმე აღარ დავამთავროთ, მაინც აღარ არის საჭირო, რომ კიდე ორი სიტყვა მაგსათქმელი. დამთავრდა. ბიზინა ივანიშვილი უკვე აღარ არის ხელჩამოსართმევი პირი, იმიტომ რომ მასზე თუნდაც გააჩნდა ინფორმაცია ამგვარი, რომელი პუტინი ის არის, პუტინსაც აქვს გამოყენებული, მაგრამ რომელი პუტინი არის, რომ მასზე თვალი დახუჭონ. ხო, რომელი პუტინი ბიზინა ივანიშვილი, ერთი ძღინკიანი 4 მილიარდი რო აქვს, მოდიშ ვიხდი, გასაკვირი 4 მილიარდი ჩვენთვის არის უზარმაზარი თანხმა, სოფლიოს პოლიტიკის წარმოებლებისათვის ბიზინა ივანიშვილი არის ერთი ძღინკიანი. ეს კიდევაც მის მომხრეებს ერთი ჩასვრილი საბოლოო ჯამში. ხო, ერთი პამპერსიანი კაცი. რომელსაც მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსები სერიოზულ მოთამაშედ აქტორად ვერც აღიქვამენ. ბიზინა ივანიშვილს ამართლებს, აღარ დავამთავროთ ბატონი თანხან მოურავის ეს კომენტარი, იგივეს ამბობს პრინციპში, აღქმა არის მთავარიო, ეს არის მისი სიტყვის მთავარი პათოსი. ინფორმაცია რაღაცა გაჩნდაო და მეოთხე ლიდერი ხდებაო, ბიზინა ივანიშვილი გახდაო, ვინცო ქიმიური იარაღი გამოიყენაო. ეხლა ბიზინა ივანიშვილს რა ამართლებს ბჭყალებში დასაკვირველი. ამართლებს ის, რომ ლეტალური შედეგი არ დამდგარა. აი, სირიისაგან განსხვავებით, მაგალითად, ამის მიერ, ანუ ივანიშვილის მიერ გამოყენებული ქიმიური იარაღის შედეგად ლეტალური შედეგი სიკვდილი, მარტივად რომ ვილაპარაკოთ, არ დამდგარა. ფაქტია. ეს, მაგრამ ახლა ასე დავსვო კითხვას. ვიცით კი ეს დანამდვილებით? ვიცით კი რომ მაგალითად ვლაპარაკობ 4 დეკემბერს, ან 14 დეკემბერს, ან 24 დეკემბერს, თუ ვინმე გარდაიცვალა სწორედ ამ ქიმიური შეტევის იარაღის გამოყენების ზეგავლენის ქვეშ არ იყო და ამის გამო არ გარდაიცვალა. კარგი, ეხლა ახურებო მეტყვით და შესაძლოა მართლაც რაღაც ვაჭარბენ. რა ვიცით რომ ის ჯანმრთელობის ის დაზიანებები, რომლებიც მიადგათ მოქალაქეებს და ეს არის ათეულობით, ასეულობით მოქალაქე, ეს გარკვეული პერიოდის შემდეგ არ გამოიწვევს ლეტალურ შედეგებს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც დაზიანდნენ სწორედ ნოემბრის მიწურულს და დეკემბრის
დასაწყისში, როდესაც კობახიძე ფორმალურად და რეალურად კი ბიზინა ივანიშვილმა არბია მიტინგები. კობახიძე ბანდიტმა სხვა შორის ისიც თქვა, აქვე გავიხსენებ და გუშინაც ვილაპარაკე ამაზე თუ არ ვწდები და არ ვწდები, რომ არანაირი დარბევა არ ყოფილაო და მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ მისი ქართულის მასწავლებელს, რომ ერთად წავიდეთ, გამოვიყვანოთ კობახიძე, თქვენ გამოიყვანეთ და წავიდეთ მზე ქალაშანიძესთან და გადავამოწმოთ მისი ცოდნები ქართulis სიტყვების მარაგიც თუ გდებავთ ასე ვიტყვი და მე თქვენ უქენით თუ რაც კი არის უქენით ამ თქვენს ყოფილ მოსწავლეს. ხო, მოკლედ მარტივად რომ ვილაპარაკოთ. რა ვიცით რომ არ დადგება გარკვეული უმძიმესი შედეგები იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ან არ დადგა ივნისის თვეში თუნდაც, არა მაინც და მაინც დეკემბერში, არამედ ივნისში და რომც არ დადგეს თვითონ ფაქტი, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენე, თუნდაც არალეტალური შედეგების მომტანი, არის თუ არა უმძიმესი და არის უმძიმესი. ამიტომ არაფერი საკითხი არ ამოწურულა. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას მართებს საერთაშორისო კომისიის და საგამოძიებო ჯგუფების მოწვევა, საერთაშორისო გამოძიებისათვის ხელის არ შეშლა. საუბარი არა მხოლოდ 4 დეკემბერზე, არამედ 6 დეკემბერზე, 3 დეკემბერზე, 7 დეკემბერზე, 2 დეკემბერზე, 28 ნოემბერზე, 29 1 დეკემბერზე და ასე შემდეგ. და ის ამ პასუხისმგებლობას უბრალოდ ვერ გაექცევა. არის ჩასვრილი არის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება და ცდილობს რომ გადააგოროს. ოღონდ მე მგონია რომ ვერ გადააგორებს და მათ შორის იმიტომ რომ დავით თარხანმოურავიც კი ხმამაღალი გახდა, ახმამაღალდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ვერ ნახავთ საქართველოში მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებს, ვინც გაგულადდება, ცოტანი იქნებიან ასეთები, მაგრამ მაინც ვინც ამასთან დაკავშირებით დახურულდან ღია სივრცეში არ იტყვის კრიტიკულ სიტყვას პერსონალურად ქიმიური იარაღით საქართველოსთან მებრძოლი ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ. წასწდება დღეს არა, ხვალ არა ზეგ. ხოლო მაზეგ აგერ მე და აგერ თქვენ როგორც ჩაარტყავენ ბიზინა ივანიშვილს სურგში დანას, რასაკვირველია, ფიგურალურად ვამბობ, უტრირებ ფიგურალურად ვამბობ, მაგრამ როგორ გასწირავენ მისი დღევანდელი მომხრეები ამ გასაწირ კაცს. ნახვამდის.